ძალიან საინტერესო სტუმრით ვართ ახლა წარმოდგენილები, თემები ბევრია, ნელ-ნელა მსოფლიო უახლოვდება იმ წერტილს, რომლიდან შეიძლება საერთოდ არ დაბრუნების წერტილი, რასაც ქვია და შეიძლება მართლა ვეღარ დავბრუნდეთ, თუ ეს რიტორიკა არ დაწყნარდა, ატომური მუსკულების ესე შეჯახება არ დასრულდა ოდესმე და თუ ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქვა. Როგორც ხედავთ, ტრამპი გამწარებულია იმით, რომ პრაქტიკულად ყველა მზურგი აქცია და წარმოუდგენელია, რომ ამხელა ძლიერი ამერიკა ოდესღაც ასეთ იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, ეს ერთი. და მეორე, ჩვენ ახლა რა თქმა უნდა გვაწუხებს რა ხდება ჩვენ თან შიდა პოლიტიკა, რაღაც საპონივით გაილია ოპოზიცია და რაღაცა უფრო დაკნინებულია და მოგეხსენება დაკნინებული ადამიანი ყოველთვის წარით იქბინება ხოლმე. ვნახოთ, განვიხილოთ, რა შეიძლება მოხდეს, როგორია პროგნოზები და დღეს ძალიან საინტერესო ადამიანია ჩემი სტუმარი, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს აღმასრულებელი დივანი ვატო შაქარიშვილი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის გამოირჩევა მაღალი ინტელექტუალური მიდგომით ნებისმიერი საკითხის მიმართ, ადამიანი, რომელიც, როდესაც ყავს სტუდიაში პოდკასტია, იცი რომ თემა, რომელიც იქნება წარმოდგენილი, იქნება სიღრმისეულად, ძალიან ჭკვიანურად განხილული და მისი პროგნოზები ძალიან საგულისხმოა. ვატო, ძალიან დიდი მადლობა მადლობა ასეთი დახასიათებისთვის. მიხარია რომ მაგხარ. კუდი არ მქონდა მოსმენილი თქვენი გადაცემის და ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ სიყვარული ნამდვილად აკლია ჩვენს ტელეეთერს განსაკუთრებით, ნამდვილად. დაბინძურებულია ამდენი წლის განმავლობაში. ყველა პროცესი აკლია. იცი, ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ რა დაგვემართა ასეთი. ხო, ხალხს, ქვეყანას არ აკლია, ხალხს არ აკლია, უბრალოდ ცდილობენ ამის რაღაცნაირად მიჩქმავლას და ხელოვნურად დაპირისპირების გაღვივებას. იცი როგორ ვატყობ ხოლმე? ხალხი ქართველებში და საქართველოში სიყვარულის და ურთიერთპატივისცემის განადგურება ძალიან რთული ამოცანაა, რამხელა ფული ჩადეს, როგორ იმუშავეს. ყველაფერი იქნეს. სიღრმისეულად ახსენეს შენ და აი რა ვიცი, საბავშვო ბაღებიდან აქვთ ეს დაწყებული იმ გაიდლაინებით, რომელიც იწერებოდა ერთ ცენტრში და ყველაფერი გააკეთეს და დღეს ეს აღიზიანებთ ძალიან მაგრად, რომ ამდენი ფული დახარჯეს, ამდენი კადრი გამოზარდეს, ასე ვთქვათ, ამდენი ორგანიზაცია შექმნეს, მთელი სისტემა ჩამოაყალიბეს და ჩაეღარა წყალში. 1 მილიონიანი ქვეყანა ვერ გატეხეს. იცი როგორ ვახერხებ ხოლმე აი ტესტირებას, ახლა ზოგი მაგალითად ახლა სოციალური გამოკითხვა ვიცით როგორ ტარდება. ის სტატუსი, რომელიც არის პოლიტიკური, ვთქვათ, რაღაც გაჯერებულია, მწვავე პოლიტიკური მომენტებით, მაგალითად ჩემ Facebook-ზე ტარდება ესეთი კვლევები, ხო? როგორც კი დადებ კარგ, გემრიელ, ქართულ, კუთხურს, მომენტალურად, იცი 8,000, 10,000 ლაიქი, 100,000-ობით ნახვა, რატომ იცი ადამიანებს აი ეს ჭირდებათ, იღლებიან, ჩვენგანაც იღლებიან. ახლა მე სულ ვამბობ, რომ არის რაღაცა პროფესიონალიზმის მომენტია და შენი პროფესიული საქმიანობა, ვთქვათ, ეს თვალი აუხილო იმას, ვისაც ჯერ კიდევ არ აეხილა. ჩვენ იძულებული ვართ ამ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ადამიანებს რეალურად სხვა რამე ჭირდებათ, რა. განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რაც შესავალში ახსენე, მსოფლიო არის ვირტუალური დაპირისპირების ზღვარზე, ყველა მხრიდან არის ცეცხლი და ეს ცეცხლი ძალიან ახლოს არის საქართველოსთან და ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს კონსოლიდაცია ქვეყნის შიგნით, იმისთვის, რომ რამენაირად მოახერხოთ და ეს სამშვიდობო პოლიტიკა, პრაგმატული პოლიტიკა გავაგრძელოთ, ხარი დაუჭიროთ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, როდესაც აი ამ ომის და ეგზისტენციალური საფრთხის პირობებში ვართ, ხო? კონსოლიდაციის ნაცვლად რა ვხედავთ ქვეყანაში? როგორც კი ირანში ომი დაიწყო, სამხედრო ოპერაცია ისრაელის და ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე დაიწყო საინფორმაციო ომი და ოპერაცია საქართველოში. ხომ არ გაგონებს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებას? ანალოგიურ ზუსტად იგივე ტექსტები, შეცვლილი არის, ვთქვათ. ხო, უკრაინა იგებდა, აქ ისრაელი იგებს. შეცვლილი არაფერი არ არის, ის იგივე გაიდლაინია, იგივე სახელმძღვანელოა და პერსონებიც ძილად იგივე მთელი ამ აგენტურული ქსელის ყველა დანაყოფები, ხო, მედია დანაყოფი, პოლიტიკური დანაყოფი, ეს ეგრეთ წოდებული ექსპერტები და NGO სექტორი, ყველა ერთად ამუშავდა იმისთვის, რომ რამენაირად აი ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს ჩვენი ამ სწორი პრაგმატული პოლიტიკით და იმ თავარი იდეით, რა ჩვენ პარტიას აქვს, რომ მივახციოთ ნეიტრალური სტატუსით, ჩვენ ქვეყანას მართლაც რეალური უსაფრთხოების ქოლგა გადავაფაროთ აი ამ ბომბების წვიმაში და ნაკლები ზიანი რომ ამ ადამიანებს უნდათ, რომ აქ მიზიდულობის ცენტრი შეექმნათ ბომბებისთვის, ხო? კი.
აუცილებლად დაბომბავს საქართველოს ტერიტორიასო და ადამიანები ხა უბედურებ ტრაგედია იყო რომ გენშტაბის ხელმძღვანელი ორჯერ იმსახურა ხა როგორ იმსახურა ეს ცალკე საკითხია ორჯერ იმსახურა ადამიანმა გაერთიანებული ჯარების გენშტაბის ხელმძღვანელად და კაცი გამოვიდა ტელეეთერით და პირდაპირ ამბობს რომ მე რო ვიყო ირანის ხელისუფლების ადგილას აუცილებლად დაუბომბავდი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ბაქო თბილისი ჯეიჰანსო და ასევე ამერიკის საელჩოს იმიტომ რომ ყველაზე დაუცველი ჩვენი საჰაერო სივრცეა ასე ვთქვათ. იქ ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ცნობილი აგენტი მთელი მისი ოჯახით ხო რომელიც მთელი მისი ცხოვრება უცხო ქვეყნებს ემსახურებოდა და წავიდა თავდაცვის მინისტრი და დაჯდა უცხო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჰელსინკის კომისიაზე ცრუჩვენება მიცა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს უბრალოდ იმდენად თითქოს ყურიმიეჩვია თუ აღარაფერი აღარ აკვირებს ამ საზოგადოებას, ქართულ საზოგადოებას იმდენი ნახა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ აი რომ დავფიქრდები ხოლმე ხანდახან რაც წარმოუდგენელი მასშტაბის ღალატი გვაქვს საქმე, აი პერმანენტულ ღალატთან, ხო? და ჩვენ ვამბობთ აი პარტია ერთიანი ნაირტრიული საქართველოს ძალიან კონკრეტული მკაფიო პოზიციაა რომ თუ ამათ ჩვენ ქვეყანაში არ მოუარეთ თავისი ადგილი არ მიუჩინეთ საბოლოოდ ამ აგენტურული ქსელისგან თუ არ გავთავისუფლდით ამ საგარეო გამოწვევების წინაშე ვერ ვიქნებით ეფექტური. ნამდვილად. ბატონო, იცი რა არის? მე ძალიან ხშირად ვიმეორებ ხოლმე. ოქტომბერში შეხვედრა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან, ესეც ძალიან საინტერესო იყო ოცნების ოფისში შეხვედრა და მან თქვა ფანტასტიკური სიტყვები და ტელევიზიამაც ცხადია გააშუქა ეს სიტყვები, რომ მე ხა კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილს კი არ ვებრძოდიო პიროვნებას, არამედ ვებრძოდით აგენტურულ ქსელს და საქართველოს დღემდე აი ამ წუთამდე ებრძვის აგენტურულ ქსელს. ახლა გვესმის ალბათ ხა თავის დროზე როცა იყო შეკითხვები რომ რატომ არიან მინისტრები ესეთი უგვანო ადამიანები, რატომ იყვნენ ხა 2012 წელს ხო ბევრი ესეთი მინისტრი იყო, რომელიც არ ვიცი საერთოდ შეიძლება დარჩენილიყო ადამიანი, მაგრამ იმ ხელაზე წოლა იყო მაშინ. უბრალოდ მაშინ რთული იყო ამის დაჯერება, რომ როგორ ხა დამოუკიდებელი ქვეყანა ხარ და აი ასეთ გავლენას როგორ ახდენენ, ხო? ჩვენ დამოუკიდებელი ვიყავით დოკუმ ფურცელზე. საქართველოს ბოლო წლებში, ბოლო 2-3 წელიწადია, რაც დაიწყო რეალური სუვერენული პოლიტიკა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში პირველი ნაბიჯები გადადგა. აქამდე თუნდაც ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დღეს ამას ღიად ლაპარაკობენ პარტიის ლიდერები და ქვეყნის მმართველები, რომ ამას მართლა ქონდა ადგილი, როდესაც გადაწყვეტილებები მთავრობის კანცელარიაში და პარტიის ოფისში და საქართველოში კი არ მიიღებოდა ამერიკის საელჩოში, სახელმწიფო დეპარტამენტში და ასე შემდეგ, ხო? საკადრო გადაწყვეტილებებიდან დაწყებული დიდი საგარეო პოლიტიკური თუ შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ეს ჩვენც ვიცით, ხო? ჩამოვიდოდა ვიღაც შარმიშელი დასვავდა ორ მხარეს, იქ რაღაც მოსამართლის მანტიას მოირგებდა და ის გიწყვეტა, ჩამოგიწერდა მე რამოდენიმე პუნქტიან გეგმას, როგორ უნდა იმოქმედო, რა კანონი მიიღო, ვინ გიყვარდეს, ვინ არ გიყვარდეს, ვისთან ივაჭრობისთან. გაუთავებელი თამაში იყო, ხო? აქედან ვერ გამოდიან, რომ რადგან იყვნენ ასეთ კარნახს მიჩვეული, რომ სადღაც სახელმწიფო დეპარტამენტის რომელიღაც მესამე რანგის ჩინოვნიკი გამოაგზავნიდა იმეილს და იმ იმეილით მე აქ სახალხო დამცველი ინიშნებოდა ეგ არ იყო კანონი, აი აღარ ვლაპარაკობ ისეთ რაღაც კანონებზე, რომელიც ქვეყნის მოწყობას და ბედს და უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს. აი რუტინულ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაც ერთი რიგით საკანონმდებლო ცვლილებაზე უნდა დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია უცხო ქვეყნის საელჩოებს, უნდა ყოფილიყვნენ იქ ინტეგრირებული ეს ასოები, NGO-ებს ეძახიან და ქართულად ასოები გამოდის. არასამთავრობო ორგანიზაციები და ყველა ეს მარწუხები ჰქონდათ ყველაფერზე. რეალური ქართული deep state ეს იყო. რომელიც იყო შეზრდილი სახელმწიფოს ყველა სტრუქტურაში, მათ შორის განსაკუთრებით დიდი აქცენტი კეთდებოდა საგანმანათლებლო მიმართულებაზე, სკოლაშიც, უმაღლეს სასწავლებლებში. თქო უნდა ძნელია დასრული ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედების მოხდენა და მარტივია ახალგაზრდა ადამიანს შეუცვალო ცნობიერება და აზროვნება და ისეთი მიმართულებით წაიყვანო, რომელიც შენ ინტერესში შედის და ამიტომ ჩადეს აქ დიდი ფული. მაგრამ ბატონო, რა მინდა იცი კითხო? საშინლად მაღიზიანებს პირდაპირ ეთერში, აი როგორც
გინდათ როგორც საზოგადოების წევრს, როგორც ჟურნალისტს, როგორც რა ვიცი პოლიტოლოგს, იმ ადამიანების არსებობა ერთ სივრცეში, იგივე პრემიერ-მინისტრთან, თუნდაც შენთან, რატომ იცი? შენ მე გიცნობ როგორც მებრძოლ სიმართლისთვის და შენ უნდა უთხრიცო ეს ყველაფერი იმ ადამიანებს, როგორც შენ თქვი, აი ზუსტად მათი წარმონაქმნი არიან. მე მაგალითად მიმაჩნია, რომ ისევ გაგრძელებული იყო აი ესეთი მათი იზოლაცია ნორმალური ეთერებიდან, ნორმალურს ვეძახი ჩვენ დასანქცირებულ ეთერს, ხო? იმედიათ პოსტივი, ანუ იქ სადაც კიდევ შეიძლება გაისმის ნორმალური ადამიანი. რატომ უნდა დავაბინძუროთ ჩვენი ეთერი და რატომ უნდა დაჯდე შენ ჩემთან ერთად იმისთვის, ახლა მე და შენ რომ ვხედვართ, გასაგებია რომ ჩვენ მესამე სუბიექტს ვესაუბრებით, ხო? მსმენელს და მაყურებელს და რაღაცას იგებს და რატომ უნდა ვიჯდე მე ადამიანთან, რომელიც აპრიორი ვიცი რომ მისთვის არის მოსული რომ ეთერი გააფუჭოს, იმისთვის რომ შეურაცხყოფა მომაყენოს. რატომ უნდა იხარჯებოდეს პრემიერის დრო, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან ისინი. შეიძლება აღარ არის მოდური და აღარ პოზიციონირებენ, მაგრამ ზუსტად იმ წიაღიდან მოდიან. მე მაგალითად მიმაჩნია რომ აი ეს არაფრის მომცემი ეთერი ჯობია შეიცვალოს სხვა სტილის ეთერზე, სადაც დარგის სპეციალისტებს ესაუბრონ იმათ, ვისი მოსმენად ჭირდება საზოგადოებას და არა აი ამ წამხდარი ადამიანების. სხვანაირად მე უბრალოდ ვერ დავახასიათებ მათ. მოტივაციაში მე ხელისუფლებას აბსოლუტურად ვეთანხმები. საჭიროა გაჩნდეს ეს დებატების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების სივრცე. მაგრამ ეს ის ადამიანები, ვისაც ჩვენ გულისხმობ, ხო? ჩემთვისაც არ წარმოადგენენ განსხვავებული აზრის მატარებელი ამაშია საქმე. ადამიანებს. ისინი წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მოტივაცია აქვს. ხელისუფლება ქმნის მათ შორის ტელეიმედი, რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი. ქმნიან პლატფორმას, რომ ჯანმრთელი დისკუსია წარიმართოს, მაგრამ როგორ შეიძლება ჯანმრთელი დისკუსია წარიმართოს იქ, სადაც ერთ მხარეს უბრალოდ უნდა რომ მეორე მხარე დაამხოს. ამას გეუბნები. ხო, ანუ დრო წყლის ნახვა. დღეს ვიღაცები გადათამაშდნენ, ზოგი აღარ არის პარტიაში, ზოგი გამოიყვანეს, ზოგს ხვალ შეიყვანენ, ეს მუდმივად ხდება, ხო? ვისაც ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ ეთერებში, სულ ამოგზაურები აქვთ და ყველა არის ნაციონალური მოძრაობის პირმშო. კოლექტიური ნაცმოძრაობის პირმშო ყველა. აღარ მინდა დავიღალე ამდენი წელი, ნუ. აღარ უნდა ვისმინოთ საერთოდ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები ჩვენი აზრით ერთ-ერთ მთავარ პირობას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს. ესენი მედია სივრცეც, საგანმანათლებლო სივრცეც, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სივრცე ამათგან თუ არ გაიწმინდა, გამორიცხულია ისევ იმ წრეზე ვიქნებით. ხო და როგორ გავწმინდათ თუ ყოველ წუთში ვუყურებთ მათ ტელევიზიით? არ არის საჭირო მათი ყურება. ორი მნიშვნელოვანი პროცესი. ისინი არიან დასაჯელები და მორჩა. გეთანხმები აბსოლუტურად. ეს გებელსი რო ყოველ წუთში ყოფილიყო ისევ ეკრანზე მეორე მსოფლიო ომის მერე, ზუსტად იგივეა. ორი მნიშვნელოვანი პროცესი მიდის ერთმანეთის პარალელურად და საზოგადოება ჩვენ ველოდებით ადეკვატურ გაგრძელებას და დასასრულს ამ პროცესის. ერთი არის საგამოძიებო კომისიის შედეგად გაგზავნილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც შეუძლებელია, რომ სხვა შედეგით დასრულდეს თუ არა ამათი საბოლოო აკრძალვა. და მეორე პროცესი ეს არის, რომელიც ჩვენი განცხადების, ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს პროკურატურაში. რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს და საერთო ჯამში, ესე ვთქვათ, გულისხმობს უცხო სახელმწიფოების და უცხო ორგანიზაციების მტრულსაქმიანობაში დახმარებას. რასაც ჩვენ აი ღიად ყოველდღე ვადევნებთ ტელეეკრანებზე თვალს. ამ ორმა პროცესმა უნდა მოგვიტანოს ჩვენ შედეგად ის, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე ამათგან გაიწმინდოს. ხო და რა საჭირო იყო მათი რეკლამა მითხარი მანამდე? აი მე უბრალოდ მართლა არ მესმის რას მოგვიტანს ეს ყველაფერი სიძულვილის გაღრმავების გარდა. ეს კიდევ ერთი დასტური იქნება იმისა, რომ ამათთან შეუძლებელია ხო ამ ხრივ გეთანხმები. მოტივაცია ხელისუფლების მოტივაცია აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. იმიტომ რომ როდესაც ქვეყანაში მუდმივი პერმანენტული რევოლუციური რეჟიმი იყო და მედია, პოლიტიკა, ყველაფერი რომ ამით მუშაობდა და ჩვენს გინდა არ გინდა რომ ახსენე რომ რაღაც ამოს თქვა უნდა საზოგადოებას, სხვა რაღაცაზე გადართვა უნდა, განვითარებაზე უნდა, ოჯახზე უნდა, ბიზნესზე უნდა გართობაზე სოციალური თემა რომელიც აინტერესებს, ხო? ამაზე გადართვა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევდა მუდმივი ფაქტობრივად 30 წლიანი რევოლუციური რეჟიმში ცხოვრება, ხო? აი ამ დაძაბულობის სულ მოჭიმული ყოფნა, ხო?
ამ დაძაბულობის და ამ მუდმივი რევოლუციის პირობებში ყოფნა განსაკუთრებით ხედველობაში ბოლო 12-13 წელიწადი არ დარჩა სივრცე ჯამთელი ოპონირების და ალტერნატიული აზრის გამოხატვის, იმიტომ რომ ნებისმიერი ასეთი თქვათ კრიტიკული აზრის გამოხატვა ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ იქნებოდა ეს პოლიტიკურად აქტიური ადამიანი თუ რიგითი მოქალაქე წისქვილს ასხავდა წყალს რევანშისტული ძალების წისქვილზე. იმიტომ ეს სივრცე იყო შეზღუდული. მაგრამ ადამიანებს უნდათ საკუთარ მართლა რეალურ პრობლემებზე ლაპარაკი. ეხლა დიდ სურათში რა თქმა უნდა ხელისუფლების პოლიტიკას ჩვენც როგორც ოპოზიციური პარტია ღიად უჭერდით ხარს იმ ნაწილში, რომ ცხადია არ შეიძლება ჩვენი ქვეყანა სხვისი დაპირისპირებებში სამსხვერპლოზე მივიტანოთ და პროქსი სახელმწიფოდ გამოვაყენებინოთ და უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ამაში ცალსახად ვეთანხმებოდით და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ჩვენ ის პოლიტიკური პარტია ვართ და ის ოპოზიციური პარტია ვართ, რომელიც ხელისუფლებას ქვეყნის საკეთილდღეო პოლიტიკაში და ნაბიჯებში მხარს დაუჭერს და მაქსიმალურად გაამაგრებს, ხოლო იმაში სადაც დავინახავთ, რომ ეს კონკრეტული რაღაც არასწორია და არასწორ სულ შედეგს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ამა თუ იმ მიმართულებით, იქ გავაკრიტიკებთ, თუმცა ისე კი არ გავაკრიტიკებთ, რომ შენ გაიწიე, მე უნდა მოვიდეო, როგორც ხდება, ხო? ალტერნატივის შეთავაზებით, უკეთესის არგუმენტით, მაგალითის მოყვანით და ასე შემდეგ, ხო? იმისათვის რომ ეს ჯამთელი პროცესი წარიმართოს, ახლა ის სამწუხარო კორუფციული გამოვლინებები თუ სამოხელეო დანაშაულები და ასე შემდეგ ჩვენი აზრით არის ერთ-ერთი ნაყოფი ამის, იმიტომ რომ არ არსებობდა ოპოზიცია, არავინ არ იყო მიმთითებელი იმისა, რომ რაღაცა არასწორად ხდებოდა და ის ვისაც იდეაში ჰიპოთეტურად ამაზე უნდა მიანიშნებინა, აქეთ იღებდა იმ ხალხისგან ფულს, ხო, გამოჩნდა და დადასტურდა. ამიტომ ასეთ რეალობაში ჩაიკარგა ნამდვილი ჭეშმარიტი პრობლემები დიდ სურათში ხა საზოგადოების უმრავლესობა ხა 1,100,000 კაცი ერთი წლის ინტერვალით საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებზე გამოვიდა და მიცა ხმა ქართულ ოცნებას, ხო? იმიტომ რომ მიცა მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას და სუვერენიტეტს ხმა. ხო, მაგრამ თუ ჩავშლით პრობლემებს, არის მილიონი რამე, ხო? უამრავი პრობლემა არის და დღესაც აი ეს ჩვენ დებატები ასე წარმოგვედგინა, ამიტომ გამოვხატეთ მზაობა, ამიტომ მივიღეთ რამდენიმე ასეთ დებატში მონაწილეობა, რომ გვინდა მართლა ჯანსაღი დისკუსია წარიმართოს და ხა ისინი მოდიან და აგრძელებენ იმ ნარატივს, აგრძელებენ იმაში, რა ქვია, სტუდიაშიც, ხო? ხო, ამიტომაც ვამბობ, არ გამოვა ბატო რა. აი არ შეიძლება, ხა ვერასდროს ვერ შეიცვლიან ისინი ზნეს. ხა ადამიანი, ხა ამას წინებზე იყო ერთ-ერთი დებატი იმედზე, იქიჩდა ადამიანი, რომელიც პირდაპირ მაგინებს. ისე კი არა. ნუ აი იწებდა და არავინ არ აჩერებდა. აი მანუ და რამოდენმე ვინც ხა იცოდა რომ თქვა ოცნების მიმართ აი ესე ვართ განწყობილები და რაღაცა, ნუ აი, ნუ რა სიტყვებს არ გვიწოდებდა და ახლა ძის უკვე სტუდიაში და ცოტათი შეცვლილია, ცოტა უფრო დაწყნა რაფინირებულია. ხო, უფრო დავარცხნილია, მაგრამ ეხლა არ იყო, ეხლა მაგინებდი რა შეიცვალა. ჩვენ მე მათ შორის ჩემი რაღაც პირადი, თქვათ მე რა დებატშიც მივიღე მონაწილეობა, ეხლა ზუსტად ანალოგიური შემთხვევა იყო, აბსოლუტურად დამსახურებელი შეურაცხყოფა მე მიიღია პერსონალური და პირადი, რაც არანაირად არ წერია პოლიტიკაში და გააკრიტიკა, კაცო თუ აზრი არ მოგწონს, რაზეა ლაპარაკი დააფიქსირე და აბა უკეთესი თქვი, მაგრამ ხო, მაგრამ შეურაცხყოფას ადამიანურად მათთვის ხო მათ არ აქვთ არანაირი პიროვნული ღირსება, არანაირი თავმოყარეობა და ვერ ხვდებიან რა წითელ ხაზებს კვეთავენ ასეთი გამოვლინებებით. ჩვენ მე პირადად და ჩვენ ესეც გვერდზე გვაქვს გადაწეული, ხო? თუ რაიმე სარგებელს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მოიტანს, თუნდაც აი ეს ასეთი საუბრების, რომელიც დიდწილად წინასწარ ვიცი რომ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ ეხა იქ ისეთი თემები წამოიჭრა, რომ მარტო ამაზე ლაპარაკიც კი ასეთ დიდ ეთერებში უკვე ჩვენთვის საქმე იყო, მაგალითად, იგივე ევროკავშირში ინტეგრაცია და ამის აწონ-დაწონვა და არა როგორც ერთადერთი არჩევანის შემოთავაზება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელსაც არ აქვს რეალური ინფორმაცია სამწუხაროდ იმასთან დაკავშირებით. ეხა აღარ ვამბობ ღირებულებით ნაწილს და პოლიტიკურ მდგენელს თქვათ, რომ უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ორმაგი სტანდარტი რა უნდათ, როგორ უნდათ. ეს რო ერთი წამით გვერდზე გადავდოთ, აი ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ყველაფერი კარგად არის, იქ ბიუროკრატია გვეთანამშრომლება, წავიდა მოლაპარაკებები და აი გავწევრიანდებით ევროკავშირში. ჰიპოთეტურად, თეორიულად ვამბობ, რა მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის ამას? სუვერენიტეტის თვალსაზრისით, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.
რას იქ ვიცის ვინმე რა რეგულაციები არის, რამდენი დირექტივაა, რამდენი ამ ეკონომიკაში კვოტები და ასე შემდეგ და რომელიც პროტექციონისტული მიდგომაა დიდი სახელმწიფოების კუთხით, ვინც ევროკავშირის ძირითადი ქვეყნები არიან, იმისათვის რომ ისინი აკონტროლებენ მთლიან ბაზარს, ისინი გადაგიწყვეტენ მომავალში რამდენი რა პროდუქტი და აწარმოო თუ არა საერთოდ. შენ გონი ახლა არ არის? ჩვენ ღვინის სექტორი რო გვაქვს, რომელიც ჩვენთვის საკრალურია და რაღაც ჩვენი DNM-ის ნაწილია, ხო? 8000 წელია დადასტურებულია, რომ ამ საქმეს ვაკეთებთ და კარგად ვაკეთებთ, მაგრამ იქ ერთმუნეთიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქართული წარმოების ღვინისთვის ის ბაზარი არის დაკეტილი. რა თქმა, ისევე როგორც საბერძნეთს მოუვიდა. პირდაპირ შესაძლოა და ეს ასეთი პრაქტიკები ყოფილა განუსაზღვრეს მაგალითად ხორვატიას რა უნდა ეწარმოებინა, რა არ უნდა დაუწესეს კვოტები, გამოიცემა 1000 დირექტივა, გამოიცემა 1000 რეგულაცია, აი მაგალითად ისეთი რეგულაციები არის სურსათის უნებლობის თუ სხვადასხვა კუთხით გარემოს დაცვის თუ ასე შემდეგ. დაგიჭერე ხა და რაღაც უნდათ მოგიყო. გარემოს დაცვის თუ მწვანე პოლიტიკა და ვცდილობ რომ ცოტა ფართო ზემოდან ვილაპარაკო დეტალებში ვარ ჩავიდე რომ ისეთი რეგულაციები არის რომლის მიხედვითაც აი 28 წელს რომ საქართველოს ევროკავშირში თეორიულად გაწევრიანდეს ჩვენი წარმოების ნახევარი დაიკეტება უბრალოდ. ერთი წუთი ახლა მე გეტყვი. ანუ აი ძალიან დიდი ბოდიში მოკლედ ვიტყვი რომ თუ არ დაიკეტება და ვინც არ დაკეტავს, მაშინ უნდა ჩადოს უდიდესი ინვესტიციები. აქ ჩადებული ფული, რა თქმა უნდა, აისახება მერე პროდუქტის ფასზე, ხო? ანუ გაძვირდება ჩვენთვის ცხოვრება გაძვირდება, პროდუქტები გაძვირდება. ჩვენი ეკონომიკა, რომელიც ისედაც მყიფეა, ხო და ეხა რაღაცა ყალიბდება და ვცდილობთ რომ ჯანზე მოვიდეს ეს ჩვენი ეკონომიკა, ხო? ფაქტიურად ჩამოიქცევა. ბატო, ეს უკვე არსებობს უკვე. უყურე, ეხლა შენ მე არ ვიცი რამდენად გაქვს შეხება მცირე ბიზნესთან და ჰორეკა სექტორთან, ხო? მე მაგალითად ვარ ამ ბიზნესის წარმომადგენელი. მე შენ ვერ აგიხწერ რა რაოდენობის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ჩვენ ვალდებულება გვაქვს ევროკავშირის წინაშე აღებული შემოდის. ანუ უნდა დაიწყოს სეზონი. მე რო უკეთ რა გუდაურში ხაჭაპური 40 ლარი ღირდა და ბათუმი და აი ზღვის კურორტების შენ გაქვს სამუშაოდ 2-3 თვე კურორტული სეზონი და მუსიკიდან დაწყებული რომ ვერ დაუკრავ, იმიტომ რომ მე თურმე ჯექსონს უნდა გადაუხადო თუ ჯექსონია ჩართული ფონად, სურსათის უვნებლობა, რომელიც ნუ არ ვიცი, ისეთი სტანდარტებია, რომელსაც ნორმალური ადამიანი უბრალოდ ფიზიკურად ვერ დაიცავ. ანუ შენ ხაჭაპურს თუ აკეთებ და ქვილი ხელზე მოგეწყო, ესეც უკვე არ შეიძლება თურმე ევროკავშირი სხვანაირად ითხოვს ამ ყველაფერს და მიყვებიან ესე იგი უსაფრთხოების წესები, სახანძრო, ყველაფერი მაქვს დადებული და ვეუბნები რომ მე ვიყიდე სახანძრო ბალონები და შემდეგ ახალ წელს ისევ ახალი უნდა იყიდო. ვეკითხები რატომ? წერია რომ ვადა აქვს 2027 წლამდე. მე მაინც კარგი იქნებოდა რომ თავიდან გეყიდათ. ანუ ისეთ რამეს ითხოვენ რომ ნორმალური მფლობელი ვერც სასტუმროს, ვერც რესტორნის თუ ამას ყველაფერს შეასრულებს, მუშაობას აზრი არ ექნება. ანუ ზუსტად გეუბნები. ამ სექტორმა, რომელიმე სექტორმა უხარისხო პროდუქტი აწარმოა, ხარისხზე არ ელაპარაკა. არა, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწვეულ თემებზე. ეს თვითონ ეს რეგულაციები და დირექტივები არის იმისთვის, რომ იქ კონკურენცია, იქ არის ბაზარზე კონკურენცია და ამ კონკურენციაში შენ ვერ შეძლო განვითარება. მაგალითად, როგორც მცირე ბიზნესი. ბულგარეთის, ხორვატიის, რუმინეთის მაგალითი რო ავიღოთ, ხო, აი ამ სამი ქვეყნის, რომელიც ერთ-ერთ ბოლო ნაკადში გაწევრიანდნენ, ხო, ევროკავშირში. მათი საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირში გაწევრიანებამდე 5 წელი რო ავიღოთ და გავასაშუალოთ, იყო 6, 7 და 8%. სასწავლო პროდუქცია ქონდა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ 2-3%-ზე ჩამოვიდა და ხორვატია საერთოდ 0-დან 1%-მდე ქონდა ზრდა გაწევრიანების შემდეგ. თან ეს ქვეყნებია, რომელიც ჩვენ ჩამოთვალე, რომ საოცარი პროდუქცია ქონდა თავისი. ხორვატია იყო ერთ-ერთი ძლიერი ინდუსტრიული ქვეყანა და დღეს ტურიზმი დარჩა ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ ლოკომოტივად და იქ ბევრი ჩვენი თანამოქალაქისგან განსხვავებით ესმით, რომ მოლოტოვის კოქტეილები არ უნდა ისროლონ და ეს სექტორი არ ჩამოშალონ, როგორც არაერთხელ უქნიათ საქართველოში, ხო? და მოწყვლადი თემაა მაინც. შეუძლებელია, ხო, ერთ სექტორზე იყოს დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკა. ამიტომ ამაზე სასაუბროდ მივედით ჩვენ და ამის დიდად ამის საშუალებაც არ მოგვეცა, რომ დაუჯდეთ და გავიაროთ, აი
ბატონი ნოდარ კაპანაძე ცდილობდა მიუხედავად ვითარებისა რაც იყო სტუდიაში ცდილობდა რომ ციფრებზე და კონკრეტიკაზე გაემახვილებინა ყურადღება ეს არის მთავარი ის კი არა რომ აი რელიგიის დონეზე აყვანა ამ ევროკავშირის თემის რომ აი რო შევალთ მართლა ჩელიაბინსკში გავუძების არ იყოს მეორე დილით სადღაც 64-ში გავიღვიძებ ჯერ რომელ 64-ზეა ხო ლაპარაკი რა დონის ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისებია ევროკავშირში ვხედავთ ხო უსაფრთხოების საკითხი ამ მიგრანტებმა წალეკეს ევროპის ძირითადი ქვეყნები და იდენტობის მოშლის საფრთხის წინაშე დააყენეს და საათში ერთი განცხადება შედის გერმანიის პოლიციაში გაუპატიურებასთან და საათში ერთი განცხადება წარმოიდგინეთ რაზეა ლაპარაკი და ბაბუინები მე თვითონ 10 საათზე რომში გეუნებიან რომ მოერიდე 10 საათის შემდეგ სასტუმროში გავთხილებენ ქუჩაში გასვლას რაზეა ლაპარაკი როცა პარალელურად ხედავთ რომ იგივე რაღაცა ობიექტური ინფორმაცია გაიპარება ხოლმე რომ ამაზე ვერ ხუჭავენ თვალს სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად გამოაცხადა ხო რისი დამსახურებაა და რისი შედეგია ეს რომ გარედან თავისმოხელულ პოლიტიკას არ ვატარებთ საქართველოში პირველი ომში არ ვერთვებით მეორე ამ მიგრაციასთან მიმართებაში ხელისუფლება ხო ადეკვატურ ნაბიჯებს გავს და ამკაცრებს ამ მიმართულებასაც და მესამე არ ვართ ამ სიგიჟეში ჩართული რომ იქიდან განმისაზღვრონ ეხა მე ვისთან ვივაჭრო ვისთან არ ვივაჭრო ვისი ნავთობი შემოვიტანო ვისი არ შევიტანო და ასე შემდეგ ხო ყველა ქვეყანა მე საბოლოო ჯამში იქამდე მიდის რომ ეს ჩვენი ინტერესია და ეხლა ფიქრობენ რომ 2027 წელს რუსულ იმაზე გაზზე იყვიან უარს 2024 წელს და 22 წელს დაიწყო ომი ხო დღეს ფიქრობენ რომ დღეს ამერიკა ისე უხსნის სანქციებს ხო კი იმიტომ რომ დადგენ იმის წინაშე რომ ამერიკელებმა და deep state-მა იმ მწვანე პოლიტიკით და ამ სიგიჟით საკუთარივე იაფი ენერგორესურსებზე უარი ათქმევინეს ევროპას ჩაუჭრეს რუსული იაფი რესურსები გაუძვირდა წარმოება ეს წარმოება და დიდი ინდუსტრიები გარბიან და ან ამერიკაში გადააქვთ ან ჩინეთში გადააქვთ ან კანადაში გადააქვთ და გადის ეს კაპიტალი გაედინება ევროკავშირიდან ქუჩაში მოქალაქეს გავლა და გასვლა აღარ უნდა იმიტომ რომ ვიღაცა მიგრანტი რომელიც გასაბერი ნავებით მიაყენეს და თავს მოახვიეს რომ გინდა თუ არა მიიღეო და შეინახეო და შენ მოქალაქეს ფული მოაკელი და ამას მიეციო ამას რო არ ვაკეთებთ კი და LGBT სიგიჟით არ ვანაცვლებთ ქრისტიანობას ამისთვის ვისჯებით ხო ამისთვის ცდილობენ ჩვენ რა მინდა იცი გითხრა აი ხა შენ სამ სტუდიაში მოხვიდეთ ეს ნორმალური მდგომარეობა როცა ხარ გადაცემის წამყვანი მინიმუმ რაღაც ინფორმაცია გქონდეს ხო რესპონდენტზე ასევე როდესაც შენ შემოდიხარ სტუდიაში მინიმუმ დაიცოდე აქ როგორ იქცევა ჟურნალისტი რა შეკითხვებს დაგისვამს არის თუ არა მაპროვოცირებელი და ასე შემდეგ ხო აი ხა რა მოინტერესებს იცი ტრამპმა აი არ შეიძლება ტრამპს არ ცოდნოდა როდესაც ჩაებმევოდა აი ირანთან მიმართებაში ესეთ ქმედებაში რას მიიღებდა დღეს ჩვენ ვხედავთ ტრამპი რომელსაც პრაქტიკულად ესეთი იზოლაცია აქვს გარშემო იმიტომ რომ სხვა ქვეყნები არ აყვნენ პირდაპირ უნდა ვთქვათ ხო სხვანაირად იქნებოდა ნატო უკვე ჩართული ამ ბრძოლაში ხო იქ წაბძანდით ორმუზის სრუტეში მაგრამ არ ვიცი თქვენ იქიდან გამოხვალთ თუ არა ეს ხო სიგიჟია როგორ ფიქრობ რომ ეს მაინც იყო ახირება თუ ეს იყო რაღაცის გამო იგივე ამბობენ რომ ეპშტაინის ფაილებში ან ახსენები და ვთქვათ შანტაჟის ქვეშ არის რატომ გადადგა ტრამპმა ასეთი არაპოპულარული ნაბიჯი ესე იგი ევროპას საკუთარი თავის უსაფრთხოება ვერ დაუცვია და ახლა ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოებაც უნდა გააკონტროლოს ხო ესეც მორიგი სიგიჟე ნამდვილად ღიმილის მონგრელია მაგრამ რეალურად ტრაგედიაა რომ ევროპა თავად ამ დღეში არის და რომელიც რუკაზე ვერ პოულობს შენი თქმის არ იყოს რა უწოდე დეგრადირებული ევროპარლამენტი რომელიც რუკაზე ვერ აგნებს სად არის ირანი ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა რაც რა კითხვაზე პასუხი რა კითხვაც შენ თქვენ დასვით იმიტომ რომ იგივე აი რუსეთთან მიმართებაში ეს გამოჩნდა ხო როდესაც ტერს ბრძოლას უცხადებ ხო ეხა თვითონ ამერიკელებმა აღიარეს რომ ეს არ იყო ომი რუსეთსა და უკრაინას შორის და დღევანდელი ადმინისტრაცია ვინც არის პირდაპირ ამოსვლა ეს იყო პროქსი ომი უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკასა და რუსეთს შორის როდესაც ტერს უცხადებ ბრძოლას ის უნდა შეისწავლო ხო საიდან მოდის რა ისტორია აქვს რა კულტურა აქვს რა ომები აქვს სად იბრძოდა სად მოიგო სადან რა სუსტი წერტილები აქვს რა უპირატესობები აქვს და მე შეხვიდე ხო ამ დაპირისპირებაში და ეგონათ რომ
მთელი ესე იგი ეს ლიბერალური პროპაგანდა, რომელიც იქიდან იმართებოდა ვაშინგტონის Deep State-ის კაბინეტებიდან, სოფლიოს და საქართველოს მოსახლეობასაც აჯერებდა, რომ აი რუსეთს ტყვია წამალი არა აქვს, ტანკდატანგჟანგებული სარეს მანქანებს შლიან და ჩიპები გამოიშლება, ეკონომიკა გაუნადგურდება, რუსეთის ეკონომიკა იზრდება, ევროკავშირის ეკონომიკა რეგრესია და რეცესიაშია, ხო? ერთ წელს 1%-ს წერენ ზრდას და უხარიათ რომ მინუსში არიან, მაგრამ გერმანიის ეკონომიკა რეალურად 0%-იან ზრდაზე გადის და 100 წლოვანი ქარხნები დაიხურა, ხო? და ეს წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა დეინდუსტრიალიზაციას და განადგურების პირას არის, ხო? ასეთ შემთხვევასთან გვაქვს ასევე საქმე, როდესაც ირანზეა საუბარი, ხა ტრამპს ეგონა 5 წელია საზღვრები არ შეცვლია რამდენიმე იმას ავიამზიც გაუშვებდა და რამოდენიმე რაკეტის აფეთქების შემდეგ მან ეს განცხადება გააკეთა, მე აქედან გამოვდივარ, ხო? მოუწოდა მოსახლეობას, რომ მე აი გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი და ეხლა მედით მან ხელისუფლება შეცვალეთ და მე ვისაც გეტყვით ის მოიყვანეთ ხელისუფლებაშიო, ხო? რა თქმა უნდა, ასეთი უტოპიური მიზნების დასახვამ გამოიწვია ის, რომ დღეს ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომში არის ჩიხში შესული და დრო ეხლა ირანზე მუშაობს და არა ამერიკის შეერთებულ შტატებზე, ხო? იმიტომ რომ რეალურად მიდის ბრძოლა, როდესაც ამერიკას უხდება ირანის $30,000 და $50,000 დრონების ჩამოგდება $1 მილიონ ღირებულების რაკეტებით. კი ბატონო. იმას თავისი ლოგისტიკური მომარაგება ჭირდება, იმას თავისი ანუ ფინანსები შეცდომაში რატო შევიდა? ხარო, იმიტომ რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას განაგებენ ოლიგარქიული ოჯახები. განაგებენ ის უმსხვილესი კორპორაციები, რომელსაც ეძახიან ამერიკაში ქვია სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. სადაც BlackRock ანუ ისინი არ დაზარალდებიან ამ მომენტში. ისინი ფულს შეუვლობენ. უბრალოდ იყიდიან იარაღს. აღმოსავლური სიბრძნე თუ ნახეთ თქვენ, რამოდენიმე დღის წინ კატარის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ მათ უნდა თუ ამერიკელებს უნდა თუ ჩვენ ჩავგვთვან ირანთან დაპირისპირებაშიო და თუ ჩვენ ამ ომში ჩავერთვებითო, ამერიკელები უმალ გაიწევიანო იარაღს ჩვენს მოკიდიან და ჩვენს მოწინააღმდეგესაც და ჩვენივე რესურსით ორივეს გაგვანადგურებენო. ეს არის მათი პოლიტიკა. ძალიან დიდი მადლობა, უსასრულოდ შეიძლება შენთან საუბარი, სამწუხაროდ დრო ამოიწურა. დიდი მადლობა და კვლავ გელი სტუდიაში მე გელოდებით შემდეგ ორშაბათს მოროშკინას პოდკასტში.